მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს ოთხშაბათია, დღის 2 საათი, თქვენ კი უსმენთ ახალ ცეკვის მოყვარე პოდკასტს არტსტეპი. ამ პოდკასტში ვსაუბრობთ ქართული კულტურისა და ცეკვის ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებზე, როგორიცაა ქორეოგრაფია, კულტურული გავლენა და მათი როლი თანამედროვე სამყაროში. სანამ უშუალოდ პოდკასტის პირველ ეპიზოდზე გადავა, მანამდე 1-2 სიტყვით მინდა მოგახსენოთ ამ პოდკასტის შექმნის იდეაზე. რატომ ცეკვის მოყვარე პოდკასტი, რატომ არტსტეპი და ასე შემდეგ. არტსტეპი ესე პირდაპირ მნიშვნელობით ითარგმნება როგორც ხელოვნების რაღაც ნაბიჯი და გამომდინარე იქიდან, რომ ეს ხელოვნების შემოქმედებითი სფერო არის საკმაოდ მრავალფეროვანი, ფიზიკურად შეუძლებელი არის რომ ყველაფერზე ამ ერთ პოდკასტში მესაუბრა. სწორედ ამიტომ ავირჩიე ერთ-ერთი, ეს არის ცეკვა და რატომ ცეკვა ამასაც ახლავე განმარტავ. პირადად ჩემთვის ცეკვა იყო ადგილი, სადაც ბავშვობიდანვე სიტყვების გარეშე შემიძლო საკუთარი ემოციების გამოხატვა, ეს იქნებოდა ტკივილი, მწუხარება, სიხარული, სიყვარული თუ ასე შემდეგ. და გამომდინარე იქიდან, რომ ეს სფერო ჩემთვის ყველაზე ახლოა, იმიტომ რომ მეც ქართული ცეკვების მოცეკვავე ვარ, ფიქრობ მოცეკვავის პოზიციიდან წამყვანის ამპლუაში გადანაცვლება და შემდგომ უკვე ამ პოდკასტის წაყვანა საკმაოდ საინტერესო იქნებოდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე რომ შევექმნათ ცეკვის მოყვარე პოდკასტი და გამეზიარებინა თქვენთვის, სხვა ცეკვის მოყვარულებისთვის ყველაფერი ის ნაცნობი თუ უცნობი სიახლეები, რაც ამ საოცარ სამყაროს უკავშირდება. რაც შეეხება დღევანდელ ეპიზოდს, დავიწყებ სიახლით, ვისაუბრებ ცეკვის სფეროში სრულიად ახალი და მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ. ეს არის მსოფლიო ხალხთა და ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფიის 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა, რომელიც წელს პირველად ამოქმედდება საქართველოს უნივერსიტეტში. 2 აპრილს საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ღია კარის დღე, სადაც პროგრამის ხელმძღვანელებმა და პროფესორებმა ქალბატონმა ნინო მახათაძემ და ბატონმა გიორგი ალიბეგაშვილმა დეტალურად ისაუბრეს პროგრამის გრძელვადიან მიზნებზე, არა მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე, არამედ ცეკვისა და ქორეოგრაფიის ხელოვნების განვითარებაზეც. ეს პროგრამა არის შესანიშნავი შესაძლებლობა განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც გრძნობს, რომ ცეკვა მათთვის უფრო მეტია, ვიდრე ჰობი ან თუნდაც მოძრაობა, რომ ეს არის ერთიანი კულტურის ნაწილი, ისტორია, ტრადიცია, და ამ კურსის მიზანი ძირითადად არის არა მხოლოდ ქართული ცეკვების შესწავლა, არამედ მსოფლიო ხალხთა ცეკვების და ქორეოგრაფიის გაცნობა. და რაც მთავარია, აბიტურიენტებს, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა იმისა, რომ ამ პროექტით მიღებული ცოდნა გამოიყენონ და ფაქტობრივად თავიანთი წვლილი შეიტანონ ქართული კულტურის პოპულარიზაციაში. როგორც მოცეკვავე, საკუთარი გამოცდილებით დავამატებ იმას, რომ ამ პროგრამის არსებობა დღესდღეობით განსაკუთრებით საჭიროა, რადგან საქართველოში ათასობით ნიჭიერი ახალგაზრდა ცეკვავს, რომელსაც უჭირს და უბრალოდ არ აქვს შესაძლებლობა, რომ ეს საკუთარი უნარი პროფესიად აქციოს. და თუ აქცევენ კიდე რაღაც არაპროფესიონალურ დონეზე და ამის მაგალითი არის თუნდაც ის, რომ ყოველი მეორე მოყვარული ხსნის ცეკვის სტუდიას, მაშინ როცა გამოცდილ მოცეკვავეებსაც კი უჭირთ ამ საქმის ესე მარტივად წამოწყება. და ამიტომ არის ისეთი პროგრამების დანერგვა საჭირო, რომელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ ქართულ ქორეოგრაფიას ჰქონდეს მომავალი არა მხოლოდ ტრადიციაში, არამედ ღირსეულ ქორეოგრაფიაშიც. და რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა დაგვავეცდეს ის, რომ სცენა დროებითია და ცოდნა სამუდამო. შესაბამისად, როგორც მოცეკვავეს ნამდვილად მიხარია, რომ ვხედავთ უკვე რაღაც წინ გადადგმულ ნაბიჯებს ამ სფეროში, რომელიც მიგვიყვანს უშუალოდ განათლებულ შემოქმედებით და ნამდვილად მოაზროვნე ქორეოგრაფიამდე. მგონი დროა ლირიკული გადახვევისკენ გადავინაცვლოთ და დროებით თაროზე შემოვდეთ ეს ჩვენი ახალი პროგრამა, რადგან ვფიქრობ, მაინც აუცილებელია, რომ ვისაუბრო ქართული ცეკვის როგორც კულტურულ დანიშნულებაზე. ცეკვა როგორც ხელოვნება ყოველთვის იყო საზოგადოების ერთიანობის სიმბოლო. ეს არის ფაქტობრივად საშუალება, რომ უკეთ შევეცნოთ ჩვენი კულტურა, ისტორია, ადათ-წესები, ტრადიციები, ღირებულებები, რაც ფაქტობრივად ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს. ცეკვის საშუალებით უძველესი დროიდანვე ისინი სიმბოლურად გადასცემდნენ და ასახავდნენ სხვადასხვა ისტორიულ მოვლენებს. ავიღოთ მაგალითად სამართლიანი და უსამართლო ბრძოლები, მშვიდობის პერიოდი, კულტურული ან ტრადიციული მოვლენები, რომლებიც შემდგომ უკვე თაობიდან თაობას გადაეცემოდათ. ამიტომ არის რომ დღეს არსებული სხვადასხვა ცეკვები, მაგალითად ავიღოთ ხორუმი, სვანური, მთიულური, ხევსურული, აჭარული, რაჭული, ოსური და სხვა ცეკვები განსხვავებულ ხასიათში სრულდება და მეტად სახასიათოა თითოეული მათგანი. ამ ხასიათს და ემოციას კი მოცეკვავე განსხვავებულად აღიქვამს და განსხვავებულად შეიგრძნობს. თითქოს სისხლიყივის ამ დროს მის ძარღვებში, როდესაც რაღაც კონკრეტულ ცეკვას ცეკვავს ის. და ამას ამჯერად როგორც არა წამყვანი, როგორც მოცეკვავე ისე გეუბნებით, რადგან ნამდვილად როდესაც სცენაზე დგახარ, იმ დროს თითქოს საერთოდ სხვა სამყაროში გადადიხარ და იმ მოძრაობით გადმოცემულ თითოეულ ემოციასაც კი სხვანაირად შეიგრძნობ.
არ ვიცი, ენით აღუწერელი ემოციებია და განცდებია, რაც აუცილებლად ფიქრობ, რომ ქართველმა აუცილებლად უნდა გამოსცადოს. ძალიან გადავერთე ჩემს ცეკვის მოყარე სამყაროში, თან ეს არის თემა, რომელზეც უსასრულოდ შემიძლია საუბარი, მაგრამ თქვენს რომ თავი არ მოგაწყენოთ, მგონი დროა დაუბრუნდე ისევ წამყვანის ამპლუას და თან ნელა გადავინაცვლოთ კულმინაციისკენ. თუმცა, მანამდე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ ახალ პროგრამაში როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუდენტებსაც მიეცემათ შანსი, რომ გაიგონ, როგორ შეიძლება გახდეს ცეკვა მსოფლიო კულტურათა დამაკავშირებელი ხიდი. და თუ გსურთ, რომ უფრო სიღრმისეულად გაეცნოთ ახალ პროგრამას და გაერკვეთ თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს ის მომავალ სტუდენტებს და არა მხოლოდ სტუდენტებს, არ უნდა გამოტოვოთ ჩვენი მომდევნო ეპიზოდი, რადგან ახლა უკვე თავად პროგრამის ხელმძღვანელები იქნებიან ჩვენთან სტუმრად და დეტალურად გაგვიზიარებენ პროგრამის ყველა საკვანძო საკითხს, ისაუბრებენ პროექტის მნიშვნელობაზე და მათ სამომავლო გეგმებზე. დღევანდელი ეპიზოდის ბოლოს კი მინდა შეგახსენოთ. დავივიწყოთ, რომ ცეკვა ეს არის მოძრაობებით გადმოცემული ის ამბავი, რომელიც როგორც ქართველს, ასევე უცხოელს ერთ ენაზე ალაპარაკებს. ამიტომ ერთად გავაგრძელოთ ეს გზა ხელოვნებით, მოძრაობითა თუ ცეკვით. მადლობა რომ გვისმინეთ, მე მარიამ მაჭარაშვილი ვარ და ეს იყო ცეკვის მოყვარე პოდკასტის პირველი ეპიზოდი. გემშვიდობებით შემდეგ 4 შაბათამდე წინ ბევრი საინტერესო სიახლე გელით. დროებით.